დღეს სიღრმისეულად ვისაუბრებთ სიყვარულზე, სასიყვარულო ურთიერთობებზე, იმ სიამეებზეც, ასევე იმ ტანჯვებზე და ზოგადად ყველაფერზე მის ირგვლივ. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა, ადამიანებს ეს ყოველთვის აინტერესებდათ, ყოველთვის იქნება ის თემა, მარადიული თემა, რომელიც ამოუწურავია, რომელზეც ბევრს საუბრობენ, რომლებზეც არ ვიცი, ბევრ ლექსებს წერენ, ბევრ სადღეგრძელოებს ამბობენ, იტანჯებიან, ზოგი საერთოდ ლოთდება, ზოგი საერთოდ ბერად მიდის, ზოგი საერთოდ თავს კარგავს, თუნდაც ახტაცების პერიოდში, ან დაცემის პერიოდში, ფსკერზე ჩამოვარდნის პერიოდში, ორივე შემთხვევაში, მაღლა თუ დაბლა ადამიანი აი ამ ემოციებში, ყველა შემთხვევაში რაღაცა ადამიანში ფაქტია, ხდება ისეთი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივად არ ხდება და რა ფენომენია საერთოდ ეს ყველაფერს ჩავშლით. ძირფესვიანად ვისაუბრებთ სიყვარულზე და სასიყვარულო ურთიერთობებზე ისე, რომ შენ საკმარის ინფორმაციას მიიღებ ამ ყველაფერზე მინიმუმ იმას მაინც რომ რაღაცებს გააცნობიერებ, რაზეც აქამდე შესაძლოა არ გიფიქრა და რეალურად მიზანიც ეს არის, რომ რაღაცა დაფიქრდე იმაზე, რაზეც აქამდე არ გიფიქრია. გახვიდე რაღაც ისეთზე, რამაც შეიძლება შენში გამოიწვიოს, რომ უი, ამაზე ხო იცი შენ მე არ მიფიქრია რა. ნახეთ მეგობრებო, არაერთჯერ დაწერილა საოცრებები სიყვარულზე. გამოთქმულა საოცრებები, არ ვიცი, აი ამოუწურავი თემაა, მაგრამ ძალიან მწირია სიყვარულზე იმ განხრით ემსჯელა ვინმეს მასიურად და არა ესე მწერლები, პოეტები, მსახიობები, მომღერლები, ვინც გამოხატეს ეს რაღაც. თავის საუბრებში, თავის ცხოვრებით, ისტორიებით, ხო, ესეთი ულევია. შეიძლება შენც გადაგხდენია მსგავსი ისტორიები, ან შენს ირგვლივ. ამას რა გამოლევს? მაგრამ შენ იშვიათად წააწყდები აი საუბარს კონკრეტულად იმაზე, რასაც ქვია ეგოს შემოსვლა, ჩვენში მყოფი გონების პროექციის, ნაწილი ჩვენი, რომელიც არის ეგო და იჩემებს მთელობას, რომ ეს ვარ მე. აი ამაზე საუბარი თუ ეს, როდესაც სიყვარულში შემოდის, ძალიან სახიფათოა ეგოს და სიყვარულის ურთიერთობა ზოგადად რა, იმიტომ რომ ეგოს შეუძლია შენ სიყვარული დაგიმახინჯოს და ილუზიაში ჩაგაგდოს ისეთში, რომლიდანაც ბევრი ვერ ამოდის. ხას უსვამ ამ სიტყვას. ვერ ამოდის ბევრი ამ მდგომარეობიდან, რაშიც შეიძლება შენმა ეგომ ჩაგაგდოს. არ ვიცი, ზოგი ლოთდება, ზოგი მონასტერში გარბის, ზოგს ცხოვრება აღარ უხარია, საქმეს ვეღარ აკეთებს, ზოგი წამლებზე ჯდება, ზოგი ნივთიერებების მიღებას იწყებს, ზოგი გაურბის რაღაცით ამ მდგომარეობას, ხო? ზოგი თავს კარგავს, თუნდაც ყველაფერი კარგად იყოს და კარგად მიედინებოდეს ერთი სიტყვით აღტაცების პერიოდში იმყოფებოდე, როცა სიყვარული ჩანს, რომ არის რაღაცა საოცარ მდგომარეობაში იმყოფები და გონია, რომ ეს არის მიაგენი პასუხს და ეს არის შენი არ ვიცი როგორ თქვა, შეუცვლელი რამ, რაზე მაღლადაც ვერაფერს დააყენებ და რეალურად ეგრეა, ოღონდ არა ისე, როგორც შენ გონია და შენი ეგო გატყუებს. და მივყვეთ ნელ-ნელა, ეხლა ვეცდები, რომ თემატურად გავშალო ხოლმე ესე თემებად დავყო, 1, 2, 3, 4, რომ რაღაცა შეიკრას საბოლოო ჯამში პროდუქტი. პირველი დავიწყოთ მეორე ნახევრის ილუზიით, მეგობრებო. ძალიან მწირი რაოდენობის ადამიანს იპოვი, ვინც ამ ილუზიაში არ ვარდება. და კიდევ უფრო მწირს იპოვი, ვინც ამ ილუზიიდან გამოდის. მიხვდი ხო რას ვიძახი? რას ნიშნავს ეს? ჩდება კითხვა, რატომ მეძებ მეორე ნახევარს რომ შეივსო? რატომ გაქვს ეს გრძნობა, რომ თითქოს რაღაც გაკლია? ან რატო გაძლევს ის ადამიანი გრძნობას, ესეთ შეგრძნებას, რომ უი მე რაღაც მაკლდა და ამან შემავსო? ან რატო ხარ მის გარეშე ცარიელი? ვინც გიყვარს, ან ყვარებია?
შენ ვერაცნობიერებ ერთ მომენტს, რომ შენ გჭირდება ემოციური ყავარჯენი, რომელსაც დაეყრდნობი. ხვდები? ვერაულით იმ თემას, რასაც ქვია ვინ ვარ მე, ვერაულით ვერანაირად არადუალობას, რომ არსით ყველა ერთნი ვართ და განსხვავება მხოლოდ ფორმაშია, იმიტომ რომ ამას თუ შენ აული გვერდს, უკვე ვიდეოს დასაწყისშივე ვთქვი, რეები შეიძლება მოუვიდეს და დაემართოს ადამიანს. თუ ეს ყველაფერი არ გინდა რომ ესე დაგემართოს, მაშინ ეს ვიდეო შენთვის არის. და არა მარტო ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრი რამისთვის არის ეს ვიდეო შენთვის. საკმაოდ საინტერესო რაღაცებზე ვსაუბრობთ ახლა და მნიშვნელოვანზე. აქცენტები იქნება დასმული ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს დასმული. პატარა კითხვა. თუ მე ვაცნობიერებ, რომ არსით უკვე მთლიანი ვარ, თავად სიყვარული და თავად ყოფიერება და ნეტარება ვარ, რაში მჭირდება მეორე ადამიანი იმისთვის, რომ მე შევივსო სიცარიელე, რომელიც სიცარიელე არ არის თავისთავად ჩემი ნამდვილი ბუნების ნატურის, ჩემი ნამდვილი მესტგომარეობა, სიცარიელე არ არის. თუმცა შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ ჩემი ნამდვილი მე სიცარიელეში პოვებს ნეტარებას, პოვებს სრულკმარობას, არ პოვებს, არის. ნახეთ, არის სიცარიელეშიც და ყველგან აქ, იქ, სადაც გინდა დახატე რა სიტუაციაც, ყოველთვის და ყველგან არის ნეტარად. და არის მოწმე ამ ყველაფრისა. თუნდაც ახტაცებისა, რაც სიყვარულის დროს გემართება და თუნდაც დავარდნისა და ფსკერზე ჩამოვარდნისა. ეს ეხება ყველა თემას, არა მარტო სიყვარულს, არამედ ნივთიერებების დამოკიდებულებას, მიჯაჭვულობებს, ყველაფერს ეხება რა. ნებისმიერ პრობლემას, რომელიც ცხოვრებაში გაგზდა, ეს ახტაცებას გიკეთებს, აქედან გამოსვლა თუ პირიქით ქვევით გაგდებს, ყველა შემთხვევაში ამ ორივე მდგომარეობას შენში რაღაცა ამჩნევს და შემამჩნეველი შენში არ განიცდის არაფრის დანაკლის, არ სჭირდება არაფერი, არ უნდა მას, რომ ის აქ უნდა ადიდონ, ვერც ვერავინ შეურაცხყოფას მას ვერანაირად ვერ მიაყენებს და ვერც დაჩაგრავს და ვერაფერს ვერ დააკლებს, იმიტომ რომ ის არსით არის სრულკმარი, თავად კოსმიური ცნობიერება, აბსოლუტის გამოვლინება და ამას შენ ძალიან მარტივად გააცნობიერებ იმ მინიმუმ იმით მაინც რომ შენ რაზეც წეღან ვისაუბრე, შეგიძლია დააკვირდე ყველა მოვლენა შენში. თუ მე მაქვს, თუ მე შემიძლია დავაკვირდე ყველაფერს, რაც ხდება ჩემს შიგნით და გარშემო, ესე იგი, რაც ხდება მე არ ვარ. ესე იგი, რაც მემართება მე არ ვარ. ესე იგი, რაზეც ვფიქრობ მე არ ვარ, რასაც განვიცდი მე არ ვარ. იქნება ეს ზეახტაცებაში თუ ზედაცემაში. თუ საშუალო, არ ვიცი, მდგომარეობაში, როცა დინებას მიუყვები, არც სიღრმეებში შედიხარ, არც მინვარმეში შედიხარ და არც ასევე ფსკერზე ხარ დავარდნილი, უბრალოდ ცხოვრობ და რავი დინებას. ამ შემთხვევაშიც შენ ხარ ის, ვინც ხარ. ამას ყოველთვის ვიმეორებ და ვიტყვი სიზმარშიც, ღვიძლშიც და სიმთვრალეშიც. ყოველთვის რა არის, აი რა შეგვიძლია, რაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგ ნახდათ ყოველთვის უცვლელად არის ჩემში, ანუ ვარმე. ეს არის შენში დამკვირვებელი. ნებისმიერ გამოცდილებაში, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, უცვლელად ამას აკვირდება და ამჩნევს რაღაც შენში, თუმცა შენში იცვლება ყოველთვის გრძნობები, შენში იცვლება შენში ემოციები, იცვლება ყოველთვის ტკივილი და სიხარული, იცვლება ეს მონაცვლეობითია ყველაფერი ეს. ახტაცება, დაცემა, ბედნიერება, უბედურება, ეს ყოველთვის იცვლება. ამიტომ არის, ამ გაგებით არის ეს ყველაფერი ილუზია რა, როგორც არაერთხელ მისაუბრია და კიდევ უნდა გავიმეორო ეს, იმიტომ რომ აუცილებელია ამის ხსენება რა, ისე გვერდს ვერ აუვლით. ისე შეუძლებელია ეს თემაც განიხილო. ხვდებით? ანუ ჩვენ ვიგივდებით ყველაფერთან გარდა იმისა, რაც ვარ. მასთან ვერც გაიგივდები, ის უბრალოდ ხარ. ამის გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ უკვე შევთანხმდით ამ პირველ ნაწილში, რომ აუცილებლად უნდა
გამოვიდეთ იმ ილუზიიდან, რასაც ეს ეგო გვთავაზობს, რომ მეორე ნახევარი არის სხვა, მეორე ნახევარი არის ის, ვინც ჭირდება რომ მე შემავსოს, მეორე ნახევრის გარეშე მე არ ვიცი რა დამემართება ვაიმე დედა, არამც და არამც. შენს ეგო შეიძლება ძალიან შავი დღე დაადგეს, მაგრამ შენ ვინც ნამდვილად ხარ, არამც თუ ეს ვერ დაგაკლებს ვერაფერს. სულ რომ მთელი სამყარო გამოვიდეს, გლანძღოს და გაგინოს და მიწასთან გაგაპარტახოს და გითხრას, რომ შენ ჯვარზე უნდა გაგაკრათ და შემდეგ შუბა გაგიყაროთ, შენი ტყვი გასაგებია, მაგრამ მე ეს ვერაფერს ვერ დამაკლებს. ეს ძალიან დიდ ფიზიკურ ტკივილს მომაყენებს, ეს ძალიან დიდ განსაცდელში ჩამაგდებს, მაგრამ არა ჩემს ნამდვილ მეს, არა იმას, ვინც მე ვარ. მიხდით ხო რაზე არის საუბარი? რა არის სიყვარული? გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე. აი შენი აზრით რა არის სიყვარული? შენი აზრით კი არა. ამ კითხვაზე პასუხს შესაძლოა გქონდეს 8 მილიარდი ინტერპრეტაცია, იმიტომ რომ ამდენივე ადამიანი არსებობს, ხო? არ გულისხმობ რაღაც თოთო ბავშვებს. პასუხი არაერთია. მაგრამ ჩვენ პასუხი არაფერს არ გვაძლევს. ის თუ რა ინტერპრეტაციას უკეთებ მე სიყვარულს, ეს მე არაფერს არ მაძლევს გარდა მხოლოდ იმ გაცნობიერებისა, რასაც ქვია რომ მე ვარ სიყვარული. და მეტიც, მე რო შენ მიყვარ ხარ, იცი რატომ მიყვარ ხარ? იმიტომ რომ მე შენში დავინახე ჩემი მე, ჩემი სუფთა ცნობიერება და დამემართა ეს სიყვარული, რომელიც არის ენით აღუწერელი. იმიტომ რომ მე რომ შენში ვერ დავინახო ჩემი მეობა, ჩემი ნამდვილი მეობა, არა ეგო, არა ის, რაც მგონია რომ არ. მაშინ არ ვიცი, სულ რომ ყველაზე ლამაზი იყო, სულ რომ ყველაზე მეტი საჩუქრებით, არ ვიცი, ამავსო, სულ რომ არ ვიცი, ქება, დიდება, არ ვიცი, ძეგლი დამიდგა და არ ვიცი, მითხრა რომ ყველაზე მეტად გიყვარვარ და თავი შემომწირო და მითხრა რომ მე შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. და იყო იდეალური გარეგნობის, იყო ყველაფერი გქონდეს. მე არ ვიცი, არ მიყვარ ხარ, რა შეიძლება გითხრა რა. რატო? იმიტომ რომ მე შენში ვერ დავინახე ჩემი ცნობიერების ანარეკლი. არ მოხდა ეს სარკის მსგავსი მდგომარეობა, არ ჩამოყალიბდა, როცა მე მთელი ჩემი არსები ტანში ჟრუანტელმა დამიარა, როცა დაგინახე სიტყვაზე და მე ეს დამემართა. სხვა უბრალოდ გამორიცხულია, იმიტომ რომ ესე რო არ იყოს, მაშინ სიყვარული იმდენნაირია, რამდენნაირიც არ ვიცი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის ინტერპრეტაცია თავისებურად გააკეთოს. აი, რა ვიცი, ლამაზი თვალები აქვს და შემიყვარდა. რა ვიცი, ბევრი ფული აქვს და შემიყვარდა. რა ვიცი, იცი, უსაფრთხოება ვიგრძენი და შემიყვარდა. რა ვიცი, ყურადღებას მაგცევს და შემიყვარდა. რა ვიცი, ისეთი თბილია, ისეთი მოწიწება აქვს, ისე ზრუნავს ჩემზე, რომ თავი შემაყვარა. გადაყოლილია ჩემზე. არ ვიცი, რაღაც ეშხი დაკრავს და იმიტომ შემიყვარდა. არ ვიცი, არა. ეს ყველაფერი არის უბრალოდ შენი ეგოს მონაბოდი რაღაცა ილუზორული მდგომარეობა. როცა შენ რაღაც თვისებების, როცა შენ რაღაცა გარეგნობის, რაღაცა ყურადღების და სხვადასხვა სახის რაღაცა ფორმების გამო შენ თვლი რომ ის შეგიყვარდა. არა, ეს შენი ეგო გატყუებს, რომ იცი რა, ნახე რა კარგი ადამიანია. აქ კიდევ ერთი პარადოქსია, შენ შეიძლება შეგიყვარდეს ადამიანი ალალად, შენ მასში დაინახო შენი მე, იმანაც დაინახო შენში თავისი მე, მაგრამ ჯოჯოხეთად იქცეს მაინც ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, თქვენში მოხდა აი ეს სხივი შემოვიდა, რასაც ქვია მე ვარ შენ, შენ ხარ მე, ამის დანახვა, მაგრამ გება მომენტი, როდესაც ერთი ადამიანი შეიძლება აცნობიერებდეს ვინ ვარ მე
და შენ ხარ მე, მაგრამ მეორემ თუ ეს ვერ გააცნობიერა, ეს იქცევა ჯოჯოხეთად. ამ შემთხვევაშიც და იმ შემთხვევაშიც თუ საერთოდ ორივე ვერ გააცნობიერა. ანუ ორივე ვერ აცნობიერებს ამას, ურთიერთობა განწირულია კრახისკენ, სულ რო არ დაშორდე. თუ ერთი აცნობიერებს, მაინც განწირულია, იმიტომ რომ მეორე უქცევს მას ჯოჯოხეთად ცხოვრებას, უпростоრად ესე ყოფიჩი თორე შინაგანად ვერა და ამტომატურად ესე პირველი ადამიანის მეორეს ჯოჯოხეთად უქცევს ცხოვრებას, იმიტომ რომ სულ რო არაფერი დააშაოს და სულ უბრალოდ იარსებოს, მაინც იქნება დისკომფორტი, მაინც იქნება ტანჯვა, იმიტომ რომ ორმხრივი გაცნობიერება, რასაც ქვია ჰარმონია ურთიერთობაში, უნდა მოხდეს შიგნით. შენვე უნდა გაიგო ვინ ხარ, ვინ არ ხარ და ის შენი პარტნიორი არის თუ არა მეორე ნახევარი, თუ არის უბრალოდ ჩემი ერთ-არსი. თუ ეს ვერ გააცნობიერეთ, ნებისმიერი ურთიერთობა არ არის აქ საუბარი მხოლოდ სასიყვარულოზე, განწირულია და ყველა ვარიანტში ან დრო ამას ჩააგარწყლებს, ან დრო ამას გაანადგურებს, ან იქნება ტოქსიკური ნებისმიერ სახის ურთიერთობა. ამიტომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სიყვარული არის ჩვენი არსის, ნამდვილი არსის, ბუნებრივი მდგომარეობა, ანუ ყოფიერება, თავად ნეტარება და სიყვარული შენ ხარ თავად ეგ. მიხვდით რისი თქმა მინდა? და ავტომატურად მე სხვაში, რომელიც სხვა არ არსებობს, ისიც მე ვარ, დავინახო ჩემი თავი და ვთქვა, რომ შენ სხვა არ ხარ. შენ არსით მე ვარ, მე არსით შენ ხარ. აი ეს არის სიყვარული. ამის იქით სიყვარული არის სხვადასხვა სახით ინტერპრეტირებული, არ ვიცი, ნებისმიერი ყველაფერს პატივს, ყველა ასე თუ ისე თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ეს არის რეალური ჭეშმარიტება და რო გააცნობიერებ, მიხვდები, რომ სხვანაირად შეუძლებელია ყოფილიყო. ანუ აი ეგ მომენტია, თითქმის ყველა ვინც ეს გააცნობიერა, თქვა, ან იფიქრა, ან უეჭველი მაინც გაიფიქრებდა, რომ სხვანაირად ისე შეუძლებელია. ეს ბიოქიმიური პროცესები ხდება ჩემში, რაღაცა იყურებ, რაღაც გამრავლების ინსტინქტი, რაღაცები. კი, მეცნიერებასაც თავისი ახსნა აქვს, თავისი გაგება აქვს, გასაგებია. მაგრამ მაგ კვლევებით მსგავსი სახის ინტერპრეტაციით შენ ვერ გადიხარ იმ გაგებაზე, რომელიც დაგაჟრიალებს და გეტყვის, ბიჭო, ეგრე ყოფილა. მართლა ეგრეა. ვერც ერთი მეცნიერული კვლევა თითქმის ვერ გაძლევს იმ ჟრიალს, ტანში ჟრუან ტელს, იმ გაგების, გაცნობიერების სიხარულს, რომ ბიჭო, მართლა ეგ ყოფილა სიყვარული და რა მეკონა. აი ყველაზე რეალისტური კვლევაც რო დაგიდონ, რომ აი ეს არის სიყვარული, აი მეცნიერები დააჯდნენ, ათასობით წლები იკვლევდნენ და მიაგნეს. მე გარანტიას გაძლევ, რომ არ დაგაჟრიალებს. თუ შენ არ გააცნობიერი ის, რაზეც გესაუბრებ. როგორი ფორმით გააცნობიერებ მას, სად მოხდება ეს ტაქსში, სახლში, სტუმრად თუ არ ვიცი, ბუნებაში, ეს სხვა საქმეა, ეს უკვე სუფთად შენი გამოცდილება და სად როდის დაგეცემა ეს კარგი გაგებით. ეს სხივი როდის შემოვა შენში გაგებისა. ეს უკვე ინდივიდუალურია. ჭეშმარიტება არის ის, რომ მე ამაზე აშკარად მემართება ის გაცნობიერება, ის გაგება, რასაც შენ მე უბრალოდ ვეღარ მართვე, ანუ მარადიულად გაცნობიერებულ იქნა. Makes sense, რო იტყვიან ინგლისურად, ანუ ყველაფერი გავიგე, მივხვდი და არა მარტო ლოგიკაში ჯდება, არამედ მე ეს ვიცოდი თითქოს და განვიცადე კიდეც, ეს მიქსი შეიკრა. ამაზე ობიექტური არაფერი არ არსებობს. ხო სუბიექტურია, მაგრამ ყველაზე ობიექტურია. იმიტომ რომ ეს გაგება, გაცნობიერება, ეს ყველაფერი შენში ზუსტად ანალოგიურად ხდება როგორც შენში. შენში ის ცნობიერება, ის დამკვირვებელი იგივეა რაც შენში და იმ ადამიანში ვინ შენ გიყვარს. ან არ გიყვარს. ზუსტად იგივეა. ამიტომ შეგვიძლია თამამით შევთანხმდეთ ისე რომ პირიც არ მომიტრიალდება რომ თქვა, ზუსტად თქვა გულწრფელად რომ გამორიცხულია ჰარმონიული ურთიერთობა თუ ორივე ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული თავის არსი, რომ რეალურად მან თავის თავი დაინახა მასში.
მან უბრალოდ შეიძლება იფიქროს, რომ მე ის შემიყვარდა. რა უკრა, ესე მოხდა. არა, ესე არ ხდება. იმიტომ რომ ეგო ძალიან ბევრი ილუზიას, ძალიან ბევრ ფიქრებს შემოგიყრის ხდები. ასევე მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს. რაც ადამიანებს ემართებათ თითქმის ყველას. მათ შორის მეც დამმართნია და ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება ეხა არ დამემართოს. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დონეზე შეიძლება ვაცნობიერებ ამას და ესე გარედან უყურებ და ვაკვირდები ჩემში მიმდინარე მოვლენებს ხოლმე. მაგრამ დაიმახსოვრეთ ერთი რამ. ძალიან კარგია, როცა შენ ამ დროს კითხვებს ვსვავ შენ საკუთარ თავთან. ალბათ ყველას გაგიგიათ მსგავსი ფრაზები. ნებისმიერი ადამიანისგან შენვე შეიძლება გეთქვა ეს. აი არ გამიმართლა მაგალითად შევცდი, სხვას ვიპოვი, მიღალატეს, მატკინეს, დამამცირეს, შეურაცხყოფა მომაყენეს. აი ჩემი მეუღლე ესე მეკცეოდა, ჩემი ცოლი ესე იქცეოდა, ჩემი ქმარი ესე მეკცეოდა, ვერ დამაფასა, რამდენს ვაკეთებდი მისთვის, იმედი ავდეს მე გამიმართლებს და ვიპოვი ისეთ ადამიანს, ვინც მე შემავსებს, ვინც მე დამაფასებს, ვინც მე თავს მაგრძნობინებს ქალად თუ კაცად. ვერ იპოვი. და არა მარტო პრობლემა იმაში კი არაა, რომ ეძებ. შენ გგონია, რომ პასუხი არის მანდ. შენ გგონია, რომ ვიღაცა ისეთი მოვა, ვიღაც ისეთი გამოჩნდება, ვისთან ერთადაც შენ 100 წელი ტკბილად ბედნიერად იცხოვრებ, იმის გარეშე, რომ შენ გააცნობიერო ვინ ხარ, არამც და არამც. როგორც იტყვიან, ვერ მოგართვი. და ეს რო ესეა, ამაზე რა მეტყველებს იცი? ის რო ადამიანი ერთ პარტნიორთან იყო, უყვარდა, არაფერი გამოუვიდა, მერე მეორესთან, ეგონა რომ ეს ისაა, ვინც მინდოდა, მერე მესამესთან, არა, წინა არა, ეს ნაღდად უკეთესია, მერე ამანაც ჩაქიმა, მერე მოვიდა მეოთხე, გეგონა რომ ეხლა მაინც დავისვენებ და მოდი რა სტაბილურობას მივაღწევ. მერე ჩაიქნიე ხელი ამ ყველაფერზე სიყვარულზეს და ბოლოს ვიღაცასთან ვიქნები, ვინც უბრალოდ დამაფასებს, არ სიყვარული მინდა, არაფერი არ მინდა და პროსტა მომივლის, ან მე მასთან რაღაცა ურთიერთ გარიგება კი არა და მექნება რაღაცა ურთიერთ პატივისცემა და ერთად გავატარებთ ამ წლებს და შეთანხმებულად რაღაც. ეს არის გარიგება, ეს სიყვარული არ არის. არც ეს ფრაზები არის სიყვარული, რაც რაღაც ჩამოვთვალე. იმიტომ რომ შენ როგორც ნამდვილ არსს, ვინც ხარ არსით, მას ვერავინ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს, ვერც ცოლი, ვერც ქმარი და ვერც უცხო. შენ რო ვიღაცამ გაგინოს, შენ როგორც არსს შეურაცხყოფას ვერავინ ვერ აყენებს, იმიტომ რომ იმას არაფერი არ ტკივა და იმას არაფერი არ აღიზიანებს, ის უბრალოდ ამჩნევს, მხოლოდ მოწმეა, დამკვირვებელია შენში. რუსულად ამას ქვია nablюдатель. ინგლისურად კიდევ observer. და რა ხდება ამ დროს? როცა შენი ეგო თლიანად წამლავს, გმართავს და იგივდები შენს ეგოსთან, რომ შექმენია ეს გონებრივი პროექცია, რომ აი ეს ვარ მე ვინც ვარ და ამას უკვე რაღაცების დანაკლისი აქვს, აი ამას უკვე შეიძლება დააკლონ, ამას შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენონ, ამას შეიძლება ამონ მოეფერონ, ეს სიყვარულონ, ეს ყველაფერი არის ეგო. ეგოს თემა. ეგოს ხუშტურია და ეგო ითხოვს. ყველაფერ ამას ითხოვს ეგო. ყველაფერს შენში ფაქტიურად განაგებს ეგო. და ამასთან როდესაც შენ გაიგივებული ხარ, მოდიში, მაგრამ რატო უნდა გეწყინოს, რომ შენ იტანჯები, რატო უნდა გეწყინოს, რომ შენ არ გაქვს ის ცხოვრება, როგორიც გინდა. ან ვაფშე საერთოდ რატო უნდა გინდოდეს რამენაირი ცხოვრება, როცა შენი არსი უბრალოდ მდგომარეობა და ყოფიერებაა, უბრალოდ ხარ და всё, იყავი სადაც ხარ. იყავი ის, ვინც ხარ და მორჩა. ეგ არის სრულკმარობა და ნეტარება. და კი, მაგ მდგომარეობის გაცნობიერება შენში ზუსტად იმ უპირობო სიყვარულის გაცნობიერებაა და იმ უპირობო სიყვარულის ამოტივტივება და გასხივოსნებაა, რაც ვერანაირად ვერ იქნება აი ამ ბანალურ ურთიერთობებში, რაც ხდება ყოველდღიურად, ხო? მარტივი კითხვა მაქვს, უფრო მეტი ურთიერთობები მსოფლიოში ინგრევა თუ ნარჩუნდება და ჰარმონიაში ეძლები?
ესეთიც არის, რა თქმა უნდა, ჰარმონიული, მაგრამ უფრო მეტი ხო ინგრევა ფაქტი, ამაზე სტატისტიკაა ჩვეულებრივი შეგიძლია მოიძიო ინტერნეტში. უფრო მეტი ურთიერთობები ინგრევა. იმიტომ ინგრევა, რომ ზუსტად რაზეც ვსაუბრობ, აგერ 9 საათია მაგიტომ. ან ორივე ვერაცნობიერებს, ვინ არის არსით და რომ ის მისი პარტნიორის თვითონვეა და რეალურად იმიტომ შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ თავივე დაინახეს მათში, ერთმანეთში. ამას თუ ორივე ვერაცნობიერებს, ხო განწირულია ურთიერთობა, თუ ერთი აცნობიერებს, ან ქალი, ან კაცი. მაინც განწირულია. აი ორივემ თუ ეს გააცნობიერა, აი ორივემ თუ ეს პირნათლად გააცნობიერა და უპირობო სიყვარული დამკვიდრდა, ამ ურთიერთობას მე გეტყვით, რომ ვერაფერი ვერასდროს ვერ დაანგრევს. სულ რომ ერთმანეთი გააცალკევონ, ეს უპირობო სიყვარული ტანჯვის გარაშე იქნება, ტანჯვის გარაშე გაასხივებს და იქნება სრული ნეტარება. აი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული. სხვა ყველაფერი არის, არ ვიცი ნება, არ ვიცი რომანტიკა, ფილმებში სექსი, ჩახუტება, იქ ღვინო, იქ რაღაცა პაემნები, იქ რაღაცა აღვირახსნილი ურთიერთობები, იქ მერე რაღაცა გარიგებები, მოდი აი ფულის გამო, მოდი აი იმის გამო, მოდი აი ესე, ხალხის გამოც კი, მოდი ვაჩვენოთ, რომ ჩვენ რაღაცა საოცარი წყვილი ვართ, დავდოთ ფოტოები და ამ დროს ბლა ბლა ბლა, არაფერი. მთელი ეს ყველაფერი ილუზია არის. გარდა ერთისა, სიყვარული თავად ხარ შენ, როგორც ნეტარება ხარ თავად შენ. ყოფიერება თავად ხარ შენ. და მაინტერესებს რა ხტაცებამ ან რა დავარდნამ ნებისმიერი სახის ცხოვრებაში რამე შეიძლება დააკლოს თუ არა შენს ნამდვილ მეს. ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ. არ შეიძლება. შეუძლებელია. რაც გინდა სცადე, შენში მყოფ დამკვირვებელს, შენში მყოფ სუფთა ცნობიერებას, რომელიც ყველაფერს ამჩნევს, შენში რო ფიქრები შემოდის, ეს ფიქრები რო შემოდის, ხო შეამჩნია რომ შემოვიდა. თორე ის შემოვა და რა თუ ვერ ამჩნევ, შემამჩნეველი თუ არ არის, რა შემოვიდა, ვისთან შემოვიდა, სად შემოვიდა. რო შემოვიდა ეს ფიქრები, რაღაცამ შენში დაინახა ეს ფიქრი. გრძნობა რო შემოვიდა, რაღაცამ შენში ვიღაცამ დაინახა ეს. თუ დაინახა, ესე იგი შენ დამნახავი ხარ და არა შემოსული. და არა ნაგრძნობი, და არა ნაყნოსი, და არა კიდევ ბევრი რამ, რაც გეგონა რომ ხარ. იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჩვენი ემოციები გვმართავს. მე თუ ჩემი ემოცია მართავს, მე ავტომატურ რეჟიმში იმ მომენტში ვიმყოფები გაიგივებული ეგოსთან, იმ მომენტში გაიგივებული ვარ ჩემ ემოციასთან, რომელიც სრულად მართავს. ანუ მე ვარ მონა ჩემი ემოციის. ანუ მე გაიგივებული ვარ მთელი ჩემი, არ ვიცი, მგონია რომ მთელი ჩემი არსებით აი ეს ემოცია ვარ და ვაიმე დედა. კარგიც და ცუდიც. ახტაცებული რო ხარ, ვერ მალავ, არ იცი საწახვიდი, ან თუნდაც დაგრუზული ხარ, თუნდაც დასტრესილი ხარ და ესე. აი ეს გაიგივება არ არის. თითქოს შენი მთელი მეობა გაიგივე აი ამ რაღაცეებთან. ვაიმე ვალი მაქვს, ვაიმე მატკინეს გული, ვაიმე ეს რა დამემართა. ვის დაემართა, რას დაემართა? კითხვა დასვი. ვის დაემართა ის, რაც დაემართა? პრობლემა იქნება ეს თუ შემოსული ფიქრი. რა თქმა უნდა მესმის რომ მძიმეა. და ეს ილუზია, როცა ვამბობ, არ ნიშნავს იმას, რომ ილუზია არის ის, რომ არ არსებობს და გეჩვენება. არა, არსებობს და მტკივნეულია. მაგრამ რატომ იგივდები ამასთან? აი ამასთან გაიგივებაა ილუზია, როცა შენ შედიხარ აი ამ როლში და ვაიმე დედა, ან პირიქით, ვაუ, ეს ორივე არის უბრალოდ ახტაცებების და მონაცვლეობა რაღაც სევდისა, რომელიც უბრალოდ ემოციებია და ემოცია თავისთავად ილუზიაა. რატო? რაც ყველაფერი ჩნდება, გრძელდება და ქრება, არის ილუზია. სხვა შემთხვევაში, რაც არის მარადიული, ფაქტიურად გამოდის, რომ ერთი და იგივეს ვლაპარაკობ ყველა ვიდეოში უბრალოდ სხვადასხვა სიტყვებით, მაგრამ
ვიღაცა ამ მომენტს დაიჭერს, ვიღაცა წინა ვიდეოში დაიჭერს იმ მომენტს, რაც დასაჭერია. ამიტომ ეს ძალიან ბევრჯერ მომხდარა, მოხდება და აუცილებლად ყურადღება მისაქცევი არის. გასაცნობიერებლად ძალიან კარგ რაღაცაზე გელაპარაკები. ეხლა რაც პირიქით, შენთვისვე არის კარგი, ხო? ამიტომ სიყვარულზე შეიძლება ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ გვასწავლის რომ რამეს ეს? ან ჩვენი განვლილი ცხოვრება რამეს გვასწავლის? ჩვენი განვლილი ცხოვრების ანალიზი თუ არ შეგვიძლია და ამით ვერ ვსწავლობთ, წარმოიდგინე რა დონის ილუზიაში ვიმყოფებით. წარმოიდგინე დაუშვათ 10 ურთიერთობაში არ გამიმართლა. კაი, ვინც უმეც არია იმ დონეზე, რომ არ ქონია ურთიერთობები და გამოცდილება არ აქვს, შეიძლება კარგი იმას კიდე ეპატიება, მაგრამ თუ 10 ურთიერთობა ქონია, თუ არ ვიცი 15 ქონია, თუ რაღაცა გამოცდილება ნახე ამ ცხოვრებაში, ხო? კითხვა არ გიჩნდება, რომ მოიცა იქნებ ჩემშია პასუხები და რატო ეძებ ბიჭო ამ ადამიანებში პასუხებს? რატო ეძებ ამ პარტნიორებში პასუხებს, საყვარელ ადამიანებში პასუხებს, მეგობრებში პასუხებს? ბიჭო, პასუხი ჩემშია და იმიტომ ხდება ის, რაც ხდება. ვალიდაცია გინდა, შენ გინდა ყველაფერი გარეთ ნახო, შენ გინდა ბიზნესი მოიწყო და გარედან მოიტანო ეს რაღაცა დიდება, ფული, შენ გინდა რომ ამან მოგიტანოს რაღაც სრულკმარება, შენ გინდა რომ სხვა ადამიანთან მიხვიდე და იმ ადამიანმა თუ შეგიყვარა და შეიყვარე, რაღაც ახტაცებას მოგიტანს. ისეთი ნეტარი იქნები მთელი შენი ცხოვრება, რომ ვაიმე. ისემც აგვიდგეს, გვერდები რომ ეგრეა. ახტაცებული რომ შედიხარ ურთიერთობაში და გამოდიხარ იქიდან აპუწულითმებით და ვაიმე დედა ეს ვისთან მივედიო? ვისთან კი არ მიხვედი, რეალურად. შენ უბრალოდ შენ თავში რაღაცები ვერ გააცნობიერებ. იმიტომ რომ თუ გააცნობიერებდი ამას, ხო? შეიძლება არც მისულიყავ იმ ადამიანთან. ან თუ მიხვიდოდი მასთან უპირობო სიყვარულით, მიიღებდი მას ისეთი როგორიც არის. და არ მოსთხოვდი შეცვლა. შენ რო ადამიანს შეცვლისკენ მოუწოდებ, კი მესმის რომ გინდა რომ რაღაცა ჰარმონია დაასადგურო, მაგრამ ჰარმონიას შეცვლით შენ ვერ გააკე. ანუ შენ რო თხოვ რომ შეიცვალე, ან ის გთხოვს შეიცვალე. ეს შეუძლებელია, როგორ შეიძლება მე ვიღაცა შევცვალო, თუ მასში არ მოხდა მეტამორფოზა. ფერის ცვალება რა, ეს თვითონ მასში უნდა მოხდეს. ადამიანი შეიძლება ფიქრობს, რომ საერთოდ არაა შესაძლებელი და პირიქით შენ ხარ შესაძლებელი და შენ ფიქრობ, რომ ისაა შესაძლებელი და აი ესე ციკლში ხარ, შეიცვალე, ის გეუნება შენ შეიცვალე, აბა პატივი მეცი, მე ის გეუნება, აბა პატა ეს არის ეგოს ჯახები. ერთი ეგო, აგერ მეორე ეგო, ბამ აქ მოხდება მთელი ამბები რა, არა მარტო მან მთელი ომებიც ეგ არის, მთელი გაუგებრობები, მთელი პოლიტიკური დებატებიც ეგ არის. ეგ არის ასევე რაღაც აი ჟურნალისტი რომ მივა და რაღაც პროვოკაციას ეუნება და ის იქიდან ზუსტად ეგ არის ეგეც. ურთიერთობებში, ყველანაირში ზუსტად ეგ არის. ქვეყნების ურთიერთობებიც ეგ არის. ბომბი რატომ მოდის? აი ეს ორია, მე ვარ ვინც ვარ, მე ისი რა ერი ვარ, ჩემ ერს დავიცავე ხარა და ვისგან რასიცა, ვაფშე საერთოდ ეროვნება რა არის, იცი? ეროვნებაც ადამიანის მიერ გამოგონილი რაღაცა უბრალოდ ილუზიაა, რომ ადამიანი არის ადამიანი, შენ ხარ შენ და ეს ყველაში არის ერთი ეს შენი ცნობიერება და შესაბამისად შენ რომ ამას ყოფ, ერებად, შენ რომ ამას ყოფ რაღაცა ფორმებად, მაღალ დაბლად, იქ დათვად და კრავად, აი ეს ყველაფერი ან გლათ ან რაღაცა, აი ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი დაყოფა. იმიტომ ქვია ამ ჩემს ეპიზოდებს არადუალური საუბრები, რომ სწორედ ეს არადუალობა ერთად დავამარცხოთ და ვიყოთ ვინც ვართ და ერთმანეთი გვიყვარდეს არა პირობით, არამედ უპირობოდ. და ნამიჯერი ამ შემთხვევაში არც დაიტანჯები. შენ თუ ვინმე უპირობოდ გიყვარს, მის გარეშეც იქნები შენ, ნეტარი და სიყვარულში და გეყვარება ისედაც. აი ეს არის უპირობო სიყვარული. სხვა ყველაფერი არის მიჯაჭვულობა. სხვა ყველაფერი არის მის გარეშე როგორც ნარკოტიკი ვერ შეგიძლია, აი ეს ყველაფერი არის. ამას თუ შენ აცნობიერებ, შენ როგორ შეიძლება უბედური იყო. აქ ორივე საშიშია, ახტაცებას და დავარდნად სიყვარულში და ურთიერთობებში და ჰარმონია ეს ილუზორული ჰარმონიაც საშიშია და როგორც დავარდნად. თუ შენ გაიგივდი ეგოსთან, თუ შენ გაიგივდი ყველაფერთან გარდა იმისა, ვინც ხარ და უნდა იყო. ხვდებით? აი შემდეგ უკვე იქნება ასე თუ ისე ჰარმონიაც, ასე თუ ისე შენ თავთან კარგადაც ყოფნა, მშვიდადაც ყოფნა, ნეტარებაც და სხვასთანაც კარგად ყოფნა, ხვდები? და ისიც შენთან ანალოგიურად. ეს იქნება, ეს არის ჰარმონია, ორი გაცნობიერებული ადამიანი, როცა ერთმანეთში საუბრობს, ახალს არაფერს არ იძახიან, მაგრამ ნეტარება და ჰარმონია იკვრება რა. თუ დააკვირდებით, ეგრეა ყოველთვის რა.
არ არის რაღაც დაპირისპირება. საუბრობთ, უბრალოდ საუბრობთ ერთი და იგივეზე თქვენი სხვადასხვა სიტყვებით, სხვადასხვა ინტერპრეტაციით, მაგრამ ჰარმონიულად. აი ესეთი უნდა იყოს ყველა ურთიერთობა. და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმით, თუ ორივეში მოხდა, არ ვიცი, გაუმართლა ადამიანს თუ არ გაუმართლა და დაეცა ეს სხივი გაცნობიერებისა, ორივეს, ეს იქნება მისაბაძი სასიყვარულო მაგალითი, მაგრამ ვერ დაკოპირებადი. შენ ვერ დააკოპირებ ჰარმონიულ, ნამდვილ, უპირობო სასიყვარულო ურთიერთობას. ვერ დააკოპირებ. ეს უნდა ორივეში ინდივიდუალურად შიგნით გაცნობიერება მოხდეს. ამაზე მეც მე ფიზიკურად ვერ ვილაპარაკებ და არც ვილაპარაკებ სიყვარულზე, იმიტომ რომ ეს არის მთელი ფილოსოფია ამისა, თუ გააცნობიერებ, მიხვდები რომ ეგრეა, სხვანაირად შეუძლებელია რომ იყოს. დაწერე შენი ინტერპრეტაციებით სიყვარულზე, ეგეც ძალიან საინტერესოა და მე არა ვარ რადიკალი რომ რაღაც ერთი მხრიდან უყურო და всё მორჩა. ხოლო იმ შემთხვევაში ვადასტურებ ჩემს გულწრფელობას და გზნობას, თუ ეს მოვიდა გაცნობიერებით, თუ ეს მოვიდა იმ ჟრუანტელით, იმ ჭეშმარიტი პატიოსანი აღალი გაგებით, რაც არის მარადიული, მაგ შემთხვევაში თამამად შემიძლია ამაზე გულწრფელად ვისაუბრო და არა რაღაცა ისინი რაღაც როლები მოვერგო და რაღაცა ფსიქოლოგის როლი და იცით თქვენ აუცილებლად უნდა იმუშაოთ ერთმანეთის პატივის, არა, ესეც საუბრებს აზრი არ აქვს ჩემთვის, იმიტომ რომ არც მაინტერესებს ესეთი საუბრები. მე როგორც უყურებ სიყვარულს, ესეა. შენი აზრიც მაინტერესებს და მიწერე კომენტარებში. კარგი იქნება თუ დაალაიქებ და ზოგადად გამოეხმაურები ამ ვიდეოს იმისათვის, რომ მეტ ადამიანებამდე მივიდეს, მეტმა ადამიანმა ნახოს და მეტ ადამიანს გამოადგეს ეს ინფორმაცია, თუ ეს ვიდეო, თუ ინსპირაცია, თუ რაც იქნება რა, ვინ როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებთ. ამისათვის შენ შეგიძლია დამეხმარო შენი მოწონებით ან გაზიარებით. უბრალოდ თუ გაქვს ამის სურვილი. და დიდი მადლობა რომ ყურადღება დამითმე, დიდი მადლობა და შემდეგი ვიდეოები აუცილებლად იქნება ეპიზოდები საკმაოდ საინტერესო. ვეცდები რომ აბსოლუტურად ყველა იყოს გულწრფელი, არანაირი დაწერილი ტექსტით, არანაირი ვიღაცის მოწეპებული აზრებით, მხოლოდ ჩემი ნაგზნობი, მხოლოდ ის რაც გაცნობიერებაში გატარდა და არა უბრალოდ რაღაცა ცოდნის დონეზე მოვიდა. აი ვეცდები რომ ესეთი იყოს გულწრფელი, სრულიად გულწრფელი, დაცლილი ყველაფრისგან და იმისგან რომ რაიმე ცადო, რაიმე ვეცადო ან ესე გამოუჩნდე, ესე ვილაპარაკო. არა. უბრალოდ გადაშლილი მოვიდე და ვილაპარაკო. აბა დიდი მადლობა და ყველაფერს კარგს გისურვებ. იმედია მოგეწონა ვიდეო.